უმეტესად ვინც კი მოდის ხოლმე ჩემთან პირადი ურთიერთობები აწუხებთ, საერთოდ ყველას გვაწუხებს პირადი ურთიერთობები მეტნაკლებად, ასე თუ ისე. ზოგს რო არ აქვს ის აწუხებს, ზოგს რო აქვს ის აწუხებს. ზოგს ორივე ერთად აწუხებს და ძალიან ბევრი ვარიანტი არის, ხო? და აი ხშირად მომდის ესეთი, ბრჭყალებში რო ვთქვათ, შეკვეთები, რომ აი პირადი უფრო მაინტერესებს. საერთოდ მეგობრებო, ესე არ ხდება ხოლმე, რომ ერთი კონკრეტული ჩანდეს კონკრეტულად ერთ ასპექტში და დანარჩენი აბსოლუტურად სხვანაირად იყოს, ხო? ანუ მთელი რუკა გვაჩვენებს ხოლმე. ფინანსები როგორ ექნება ადამიანს, მთლიანი რუკა გვაჩვენებს. პირადი როგორ ექნება, მთლიანად რუკა გვაჩვენებს. ამიტომ მე პირადად უფრო მთლიანობაში განვიხილავ ხოლმე რუკას, მთელ პორტრეტს, მთელ და ფსიქოლოგიურ მხარეს, აი ესე კინძავ ერთმანეთზე და მთლიან სურათს ვაჩვენებ ადამიანს და იქ შედის პირადიც, ფინანსებიც, ფსიქოლოგიაც, კარმაც და ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ერთიანობაში არის, მაგრამ აი თვითონ ისე რომ პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკოთ, ხო, რა არის საერთოდ ეს პირადი ცხოვრებაში კრიზისები ან პრობლემები. ვიზრდებით ერთად, როცა ვართ, ხო? ყველა ვარიანტში საერთოდ მარტოობა ჩემი აზრით არ არის ხოლმე გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ არ გამოგვდის ეს პარტნიორული ურთიერთობა, ჩაუღრმავდეთ რატო არ გამოგვდის, ხო? ძალიან ხშირად ყოფილა, რომ აი ჩემთან შეხვედრა ქონიათ, რომ აი მინდა მეუღლესთან დაშორება. თან სქეს არ აქვს მნიშვნელობა, ხალი იქნება ეს თუ კაცი, ხო, ორივე მხარეს მოუმართავს. და აი რა ვქნა რუკაში, ხო? და ჩემი უფრო რჩევაც არ არის, მე რჩევებს არ ვიძლევა ხოლმე, მაგრამ ჩემი კონსულტაცია მიდის, როგორ იცით, რომ რეალურად ვატივტივებთ, რომ ადამიანს პარტნიორთან კი არ აქვს პრობლემები, საკუთარ თავთან აქვს პრობლემები. პირად მესთან აქვს ხოლმე როგორც წესი პრობლემები, რომელსაც პარტნიორი ძალიან კარგად გვაჩვენებს ამ ყველაფერს. და როგორც ჩვენ ქვეცნობიერში შინაგანად უყურებთ ჩვენ თავს, როგორც წესი პარტნიორი ან ისე გვექცევა, ან ყალითად გვაჩვენებს რა იყო ჩვენგან ჩადებული არასწორად ენერგია, ან პირიქით სად რა არ იყო ჩადებული ენერგია, ხომ? და ამის შედეგები იყოს უკვე ეს ყველაფერი, ხომ? ამიტომ მეგობრებო, აი ამ საუკუნეში უკვე ესე მარტივად აღარ არის ხოლმე, რომ იმას მე ვერ შევეწყვე და გავშორდი. დაშორება ეზოთერული კუთხით ეს ცოტა გაქცევა არის განვითარებისგან, მაგრამ იმას კი არ ვამბობ, რა არ უნდა გავშორდეთ, ან არ უნდა დავუჯახდეთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის უფრო სიღრმისეულად ჩავაკვირდეთ, რა ხდება. ეს პირადი ურთიერთობები ძალიან კარგი ანარეკლი არის ჩვენი თავის, ჩვენ შიგნით რა ხდება, ჩვენ რა მოდელები გვაქვს. და ხშირად როცა კრიზისები ძლიერდება, აი მაშინ ფიქრდებიან, რომ რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახო, ხო?